მაშასე დღევანდელ დღეს ჩვენ ვილაპარაკებთ თორი საკვირაო თავზე, რომელსაც შემოთის წიგნი ეს არის მოსეს ხუთწიგნეულის მეორე წიგნი. შემოთი ამას ქვია ებრაული სახელწოდება და ქართულად ის არის გამოსვლის წიგნი. გამოსვლის წიგნი ესხოდოს ბერძნულად ეწოდა ბერძნულის სეპტუაგინტის თარგმანის დროს, ანუ როდესაც მოსეს ხუთწიგნეული თარგმნეს ბერძნულად, აიღეს და თარგმნეს ეს ტექსტი სახელი ასე რომ ესხოდოს, ანუ გამოსვლა ებრაელების ეგვიპტის მონობიდან. ამას ახსენს ეს. მაგრამ ებრაულ ტრადიციაში ამ წიგნს ქვია შემოთ ნიშნავს სახელებს. და გამოსვლის პირველივე წიგნი რო ვკითხულობ, ჩვენ ვკითხულობთ, რომ ესაა იაკობის ძეების სახელები, ვინც შევიდა ეგვიპტეში. და აქედან არის ეს ტექსტის სახელი წამოსული, ამიტომ ქვია ამას შემოთ, რო იცოდეთ. და აქ ძალიან საინტერესო რამეა, რომ ჩვენ ვილაპარაკეთ იმ ვიდეოში, რომ ფარაონს ახალმოსულ ფარაონი არ იცნობდა იოსებს, არ იცნობდა ებრაულ ღმერთს, არ იცნობდა ის იმას. და მან გადაწყვიტა ებრაელების დამონება, ებრაელების განადგურება პატარების, ეს კონტექსტს გეუბნებით, რომ შინაარსობრივად ვახტები ახლა ძალიან ბევრ რამეს. ებრაელების დამონება, ბავშვების დაღუპვა, ამას ყველაფერი ჰქონდა ფარაონს დასახული, მაგრამ თქვენ იცით, რომ ებრაელები არ ემორჩილებდნენ ფარაონს, ინახავდნენ შვილებს, ბავშვებს მალავდნენ და ასე გადარჩა ჩვენი მოსე, რომელიც მოხდა დედოფლის ფარაონის სასახლეში, გაიზარდა, შემდეგ იქიდან წამოვიდა ეს ყველაფერი და ახლა ჩვენ ვართ იმ ეტაპზე, როდესაც მოსე არის მიდიამის ქვეყანაში და მამამისის თავისი სიმამრის თერახის ცხვარს აძოვებს და ღმერთი მას მოუწოდებს, გამოეცხადა მან მაყლოვან ეკლის ბუჩქში და ეუბნება, რომ წადი, ეს ყველაფერი დავალება მიცა, მოსე უკვე მზად არის ყველაფერი და ახლა არის ყველაზე უცნაური ტექსტი, ეს არის გამოსვლის წიგნის მეოთხე თავის 24 მუხლიდან იწყება. ეს ძალიან უცნაური თავია, ძალიან უცნაური მუხლია, ძალიან და მე ვილაპარაკებ ამაზე ზუსტად ამ უცნაურ მუხლზე. ეს არის გამოსვლის წიგნის მეოთხე თავის 24 მუხლი. ისე მოხდა, რომ გზაზე ღამის გასათევში შეხვდა მას უფალი და მოკლა დაუპირა. აიღო ციფორამ, აქ მოსეზეა ლაპარაკი, მოსეს დაუპირა, უფალმა მოკლა. აიღო ციფორამ კაჟი, დაუცვითა ჩუჩა თავის ძეს და ფეხრი დაუგდო მას და თქვა: სისხლის ნეფეხარ ჩემთვის და გაეცალა უფალი მოსეს. მაშინ თქვა ციფორამ: სისხლის ნეფეხარ წინადაცვეთის გამო. ეს არის ძალიან იდუმალებით მოსული ტექსტი და ძალიან გაურკვეველი ტექსტი იმ პასაჟი და იმ კონტექსტიდან გამომდინარე, რასაც მოსეს ღმერთმა დავალება მიცა. ანუ ღმერთმა მოსეს მიცა დავალება, რომ წადი ეგვიპტეში, გამოიყვანე ჩემი ერი, უთხარი ფარაონს, მიდი და ამ დროს ამ შუა გზაში, შუა პროცესში უკვე არის და ეუბნება, რომ მოკლას უპირებს მოსეს. შემოკარგებოა, ეს ტექსტი არის ყველაზე რთული ქრისტიანულ ეგზეგეტიკაში და ბევრი კომენტარი არსებობს ამის. მე არ ჩამოვთვლი რამდენი კომენტარია, მაგრამ ძალიან ბევრი მაქვს, ძალიან უამრავი კომენტარები მაქვს საკითხული. მე გეტყვით ერთ-ერთ ყველაზე ჩემთვის ახლო კომენტარს, რომელიც მე მომწონს და რომელიც ებრაულ ტრადიციიდან გამოდის, ებრაულ ტრადიცია მას გვეუბნება. ამიტომ მინდა შემოგთავაზოთ ეს ერთობ უცნობი და გაურკვეველი ტექსტის განმარტება, შემოკარგებო. მაგრამ სანამ ამას გავიგებ, ჩვენ უნდა ვიცოდეთ ესეთი მომენტი. გარდა სეპტუაგინტის თარგმანისა, რომელიც არის მოსეს ხუთწიგნეულის თარგმანი, აგრეთვე ებრაელები იყენებდნენ, იერუსალიმში ცხოვრები ებრაელები იყენებდნენ არამეულ თარგმანებს. დიასპორაში მცხოვრები ებრაელები იყენებდნენ ძირითადად ბერძნულ ტექსტებს, იმიტომ რომ ისინი ბერძნულენოვან ქვეყნებში ცხოვრობდნენ და მათ იყო გავრცელებული ბერძნული ენა და ისინი იყენებდნენ ბერძნულ ენას. მაგრამ ქრისტეს დროს ისრაელში ორი ძირითადი ენა იყო, ეს იყო ივრითი და ეს იყო არამეული.
და იესო ქრისტე ორივე ენას ფლობდა, მაგრამ ტექსტები გასაგება წასაკითხად რო ყოფილიყო, თორის ტექსტები, ესენი იყო არამეულ ტექსტები. რა თქმა უნდა იყო ებრაული ტექსტები იერუსალიმში, მაგრამ არამეულ თარგმანსაც იყენებდნენ. არამეულ თარგმანებს იყენებდნენ ზოგადად გალილეაში მცხოვრები ისრაელები. და ეს ისტორიული ნაწილი უნდა გვესმოდეს ჩვენ. ძალიან საინტერესო განმარტებას გვაძლევს ჩვენ ამ ტექსტის ზუსტად არამეული თარგმანი, რომელიც არის იონათან ბენ უზელის თარგმანს უძახიან. ძალიან საინტერესო თარგმანია და ნახეთ ამ ტექსტს როგორ გვითარგმნის თარგმანი, არამეული თარგმანი. აი მე წაგიკითხავთ ახლა ამ ზუსტ თარგმანს, ზუსტ თარგმანს. და თქვენც მოგეწონებათ იმედია. დაიყო გზად ღამის გასათევ ადგილაზე შეხვდა მას უფლის ანგელოზი. სხვათა შორის ორიგინალ მასორეტულ ტექსტში წერია პირდაპირ იუდხეი ვავხეი, ანუ უფალი, მაგრამ თარგმნის ესეთი თვისება აქვს, სადაც უფალი ღმერთის მოქმედება, იქ ისინი ამბობენ მემრა ადონაი, ანუ უფლის სიტყვა მემრა არის არამეულად სიტყვას ნიშნავს, მემრა ადონაი ან მალაქა ადონაი. მალაქა ადონაი ეს ნიშნავს უფლის ანგელოზი. და ამიტომაც თარგმანი ერიდება პირდაპირ თქმას ღმერთზე, იმიტომ რომ ადამიანმა არ მიაწეროს ღმერთს ადამიანის ანთროპოლოგიური თვისებები. ხელი, ფეხი, ასე შემდეგ და არ წარმოიდგინოს ადამიანმა რომ ღმერთი არის რაღაც ფიზიკური არსება. ამიტომაც თარგმანი ამბობს ასეთ რამეს. მაგრამ ეს ტრადიცია რომ მიცოდეთ, აქ არ არის, იმიტომ ჩვენ ორიგინალში წერია ღმერთი უფალი გამოეცხადა, აქ წერია უფლის ანგელოზი. და მოიდომა მისი მოკლა. დააიღო ციფორამ მახვილი კაჟი და წინა დაცვეთა თავის შვილს, ჩუჩა და მიიტანა ანგელოზის ფეხთან და თქვა: ჩემს ქმარს სურდა ბავშვის წინა დაცვეთა, მაგრამ სიმამრა ით რომ არ დაანება მას. არ მიცა ამის უფლება. ახლა კი გამოსყიდული მიტოვებული იქნა ჩემი ქმარი ამ წინა დაცვების სისხლით და განეშორა მას ანგელოზი. მაშინ შეაქო ციფორამ უფალი და თქვა: რაოდენ ძვირფასია წინა დაცვების ეს სისხლი, რომელმაც იხსნა ჩემი ქმარი დამღუპველი ანგელოზის ხელიდან. ხედავთ, თარგმანი იონათან ბენ უზის თარგმანი სულ სხვა თარგმანს გვაძლევს. კიდევ რომ მიცოდეთ, თარგმანი არამეულად ჩემო კარგებო, ეს ნიშნავს განმარტებასაც. სიტყვასიტყვით თარგმანი ითარგმნება როგორც განმარტება. მაგრამ ეს მაინც არ გვიხსნის ჩვენ სურათს, ეს თარგმანი წავიკითხეთ, მაგრამ ეს სურათს მაინც არ გვიხატავს მიზეზს, მოტივს, რატო უნდა უფლის ანგელოზს მოსეს მოკლა. ამაზე პასუხს ვერ გვცემს. ჩემო კარგებო, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ ბიბლია არ წავიკითხოთ ისე როგორც აი აბსურდული თითქოს აბსურდული ზღაპრები რო არის. ძალიან ბევრია ესეთი აბსურდული ზღაპრები. მაგალითისათვის რომ მოგიყვანოთ, არის ესეთი რუსული ზღაპარი ქათამა გამოჩეკა ოქროს კვერცხი, მოვიდა ბაბუამ ვერ გატეხა ეს ოქროს კვერცხი, უტყა ურო, შემდეგ ბებია მოვიდა, ბებიამ ვერ გატეხა ეს ოქროს კვერცხი და შემდეგ მოვიდა თავი და თავმა კუდი მოუქნია, ეს კვერცხი გადაგორდა და გატყდა და შემდეგ დაიწყეს ტირილი. ანუ ეს აბსურდია, ეს ზღაპარია, ასეთი, მაგრამ ეს არის აბსურდული ზღაპარი. თუ გატეხო არ უნდა და რაღაცზე ტიროდა, მაშინ რომ ხო, დაიწყეს ტირილი ამ ბებიამ რომ ეს კვერცხი გატყდა. ხო და აქ ის ფსიქოლოგიური ტესტია ეს, სხვათა შორის ფსიქოლოგები ამბობენ აბსურდული ტექსტების ფსიქოლოგიაზე. ესე არ უნდა წავიკითხოთ ჩვენ ბიბლია, რომ ერთმანეთთან ვერ დავაკავშიროთ. როცა ჩვენ ტექსტს ვკითხულობთ, ჩვენ არ უნდა შევქჩეს ესეთი შთაბეჭდილება, რომ ეს თითქოს რაღაც მოწყვეტილია რაღაცას ამას. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვისწავლოთ კონტექსტი. კონტექსტი, რომელიც ჩვენ გვაბრუნებს 40 წლის უკან. და ეს კონტექსტი არის ნახსენები გამოსვლის წიგნის მეორე თავში ამ ყველაფრის მიზეზზე ვილაპარაკეთ ახლა ჩვენ, რომელიც არის გამოსვლის მეორე თავში არის ეს კონტექსტი ნახსენები.
და გამოსვლის მეორე თავის მე-11 მუხში არის ყველაფერი ნათქვამი და ახლა ამას ყველაფერს მე მოგიყვები და მიხვდებით ყველაფერს. გავიდა დრო, გაიზარდა მოსე, გამოვიდა თავის ძმებთან და დაინახა მათი მძიმე ყოფა. ხედავს ერთი ეგვიპტელი ებრაელს მის თვისტომს სცემს. მიიხეთ მოიხედა ვერავინ რომ ვერ დაინახა, მოკლა ეგვიპტელი და ქვიშაში ჩაფლა. გამოვიდა მეორე დღეს და აჰა, ორი ებრაელი ეჩხუბება ერთმანეთს. უთხრა მოძალადებს, რაც სცემ შენიანს. მიუგო მოძალადებ, ვინ დაგადგინა ჩვენს მთავრად და მსაჯულად, ჩვენს მოკლასაც ხომ არ აპირებ. იმ ეგვიპტელი შეშინა მოსე და თქვა, გამჟღავნებულია ეს ამბავი. ფარაონმა შეიწყო ეს ამბავი და შეეცადა მოსეს მოკლავს. მაგრამ გაექცა მოსე ფარაონს, მივიდა მიდიანის ქვეყანაში და ჩამოжდა ერთ ჭასთან. აქაც ეს ტექსტი არის, ამას ათეისტებს უყვართ ამ ტექსტის ესე თავისებურად განმარტება და თქვას, აი როგორ შეიძლება ეს ასე ფარაონის ასულმა პრინცი, რომელიც იყო მოსე, არ შეეძლო ამ ყველობის შეჩერება და ეთქვა ამ ეგვიპტელი ადამიანისათვის, ნუ კლავ ამ ნუცემ ამ მონას ერთი ბრძანებით შეეძლო ეს გაეჩერებინა, მაგრამ მოსე კლავს. ჩემო კარგებო, ესაა კიდევ მეორე მნიშვნელობა, რომ ჩვენ ვიცოდეთ გარდა კონტექსტს, აგრეთვე უნდა ვიცოდეთ ორიგინალში როგორ წერია ეს ყველაფერი. ორიგინალში ცოტა სხვანაირად წერია და როცა ჩვენ ვკითხულობთ ბიბლიას სწავლობთ, ჩვენ უნდა გარკვეულწილად უნდა შევადაროთ ორიგინალ ტექსტებთან და იმას როგორ განმარტავენ ამას ებრაელი ხალხი. აქ არის ესეთი რამე, რომ მოსე, როდესაც იყო ამოღებული წყლიდან, ის ამოყვანილი იყო, ამის ზედა კონტექსტი არის ის, რომ მოსე გადარჩა, ნილოსიდან ამოიყვანეს და იყო ფარაონის სახლში. ფარაონის სახლში მოსე გაიზარდა. ის იყო უფლისწული. 40 წლამდე მოსე ფარაონის სახლში ცხოვრობდა. ეს ადამიანი ეუფლებოდა თელ ეგვიპტურ ფილოსოფიას, ცოდნას, ყველაფერს. ის ფაქტიურად იყო უფლისწული თელს ეგვიპტეში. და ნახე რა ხდება. გარდა ამისა, ჩვენ ტექსტს თუ კარგად დავაკრიტებით, მოსე გაზარდა ისევ თავისმა დედამ, რადგანაც თავისი დედა აჭრიდა მოსეს სუზუს. და ფარაონის სახლში მოსეს ზრდიდა ისევ თავისი დედა. და მოსემ იცოდა ვინ იყო ის. მოსემ რო ვთქვათ, რომ არ იცოდა რომ ის ებრაელი იყო, ეს აბსურდია, ეს არ გაიგოთ. კია ჰოლივუდურ ფილმში გამოსული ახალი ფილმია გადაღებული ეს გამოსვლა, იქ თითქოს მოსემ არ იცის და მოსეს ეუნებიან რომ შეხარ ებრაელიო და აი მოსე შოკში ვარდება. ეს ასე არა. ბიბლიის ტექსტი ჩვენ ნათლად გვეუბნება რომ მოსემ იცოდა ვინ იყო ის. და ესაა ძალიან მნიშვნელოვანი და აქ უკვე უყურე რა ხდება. გავიდა დრო, გაიზარდა მოსე, გამოვიდა თავის ძმებთან და ნახა მათი მძიმე ყოფა. ნახა მათი მძიმე ყოფა, ეს არასწორი თარგმანია, ივრითულ ორიგინალში წერია ნახა მათი ნამოქმედარი, რასაც აკეთებდნენ. და გავიდა თავის ძმებთან. ვინ იყო ეს თავისი ძმები მოსესთვის? ესაა ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ აქ მარტო ებრაელები არ იგულისხმება, არამედ იგულისხმება ეგვიპტელებიც. იმიტომ რომ აქ კონტექსტში შემდეგ ხედავთ, რომ ჩხუბობდა ებრაელიც და ეგვიპტელიც. და მოსეში ორი ადამიანი იყო, ორი პიროვნება, სულით ის ეგვიპტელი იყო, მაგრამ სისხლით და ხორცით ის იყო ებრაელი. აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რომ ჩვენ როდესაც ვკითხულობთ ებრაულ ტექსტში წერია და ესეთი რამე, რომ ხედავდა ერთი ეგვიპტელი ებრაელს მის თვისტომს სცემს. ივრითულში აქ ნათქვამი არის, რომ იშ მიცრაიმ, იშ ეს არის ებრაული სახელწოდება, რომელიც ნიშნავს კაცს და აქ გამოყენებულია კონტექსტში, როგორც ეგვიპტელი ბატონის სცემდა ებრაელ კაცს. ანუ აქ არ არის ის მომენტი, რომ ჩვენ იფიქროთ, რომ ეგვიპტელი სცემდა თავის მონას. ეს ასე არ იყო. ორივე, როგორც ტექსტი გვეუბნება, იყო წარმომადგენელი რაღაცა ძალაუფლებას ფლობდა. ის ებრაელი ალბათ ფლობდა ებრაულ დიასპორაში ძალაუფლებას და ის ებრაელებში თვლებოდა ძლიერ პიროვნებად. ამიტომ ის ებრაელი ადამიანიც არის ნახსენები როგორც იშ, ბატონი
და ეგვიპტელიც აქ არის მოხსენებული როგორც ბატონი. ანუ ჩვენ უნდა გვესმოდეს ეს მომენტი, რომ აქ არის ორი ბატონის ჩხუბი. ორი ბატონის ჩხუბი და მოსე დგება არჩევნის წინაშე. ვინ აირჩიოს მოსემ, არ იცის. და უყურებს და წერია მოიხედა, ვერავინ რომ ვერ დაინახა. აქ ქართულში ძალიან ცუდად თარგმანი არის, რომ თითქოს მოსემ მოიხედა, ვინმე რო არ დაინახა, მივიდა და მიივარდა მოკლა ეს ეგვიპტელი. ეს ასე არა. ებრაული ტექსტის ჩვენ გვევნება მოიხედა, რომ ვერავინ ვერ დაინახა ის კაცი წერია, ვინც გააშველებდა ამათ და ვინც ჩაერეოდა ამათში. ანუ ამ გამოესარშლებოდა ამ ებრაელს, გამოესარშლებოდა ამ ადამიანს და დაუდგებოდა გვერდში. ეს ვერ ნახა მოსემ. ქართულში ძალიან ცუდი თარგმანია და ამიტომ გეუბნებით, რომ თქვენ უნდა გესმოდეთ ეს ებრაული ტექსტი. და რო ვერ გამოესარჩლა, ზუსტად ეს არავინ რო ვერ დაინახა, მოსე ერთვება და მოსე აკეთებს არჩევანს. არჩევანს თავის ერსა და ეგვიპტელ ერს შორის. აქ ხდება მოსესთვის ძალიან დილემატური გადაწყვეტილება, რომ მოსემ არ იცის რა გადაწყვეტილება მიიღოს. აიღოს ეგვიპტელების მხარე თუ აიღოს ებრაელი თავისი ერის მხარე. და ჩვენ ვხედავთ ტექსტში, რომ მოსე იღებს ებრაელების მხარეს და ამ ეგვიპტელს კლავს. აქ არის მომენტი, ესეთი მომენტი, რომ რატო კლავს? კლავს იმ გაგებით, იმ მოტივით, რომ აქ არაა, რომ მოსეს განზრახვა უნდა ამ ადამიანის სიკვდილის. მაგრამ ეს ადამიანი არ დაშოშმინდა, სანამ არ მოკვდა. ებრაული სამართალი, რომელიც ეფუძნება თორიდან გამოსულს, ის ამბობს ესეთ რამეს, რომ თუ შენ ხედავ, რომ შენი მოძმე მოყვას ვიღაცა კლავს და შენ ხვდები, რომ სიცოცხლე მას ემუქრება უკვე, შეიძლება ის დაიღუპოს ამით, შენ შეგიძლია შენ აუცილებლად უნდა ჩაერთო, წინააღმდეგ შემთხვევაში შენ მკვლელობის მონაწილე გამოდიხარ ამ ადამიანის. ამიტომაც მოსე ერევა და აჩერებს ამ ადამიანს და აჩერებს იმით, რომ კლავს ამ ეგვიპტელს. და ესაა ის მომენტი, როდესაც მოსემ აირჩია ებრაელ ხალხთან ყოფნა. მან დატოვა თავისი უფლისწულობა, თავისი პრივილეგიები და მან აირჩია ებრაელ ხალხთან ყოფნა. მაგრამ ამ ებრაელ ხალხთან ყოფნამ დაუჩნდა მას ძალიან ცუდი გაკვეთილი. მეორე დღესვე უყურე რა ხდება? გამოვიდა მეორე დღეს და აჰა ორი ებრაელი ეჩხუბება ერთმანეთს. უთხრა მოძალადეს, რაც სემ შედიანს. მიუგო მოძალადემ, ვინ დაგადგინა ჩვენს მთავრად და მსაჯულად, ჩვენს მოკლასაც ხომ არ აპირებ იმ ეგვიპტელი ვითო. შეშინდა მოსე და თქვა, გამჟღავნებულია ეს ამბავი. აქ არის ის მომენტი, რომ მოსე ელოდება ისეთ რამეს, რომ აჰა ებრაელები მას მიიღებენ როგორც გმირს, მან გადაარჩინა ებრაელი ერი, ებრაელი სიკვდილს და მას ეგონა, რომ მას მიიღებენ როგორც გმირს, მაგრამ მეორე დღეს ჩვენ ხედავთ, რომ მოსე ხდება იგივე პრობლემას უკვე თვითონ ებრაელებში. და მოსე სვამს კითხვას, კი, მაგრამ მე თქვენს გამო ასე და ასეთ რაღაცები გავაკეთე, ასე და ასე და თქვენ რაღაცე ჩხუბობთ, თქვენ რატო იმაშობითო? მაგრამ ებრაელებმა მიუგეს, რომ არ გვჭირდება შენი სამართალი, არ გვჭირდება შენი დაცვა, ვინ დაგადგინა შენ ჩვენს უფროსათო. ეს იყო, რომ მოსე მიხვდა, რომ ებრაელებშიც არ იყო ისაც მას წარმოდგენა ჰქონდა, ჩვენ ძალიან ვთქვათ, ებრაელი კომენტატორები ამბობენ, რომ მოსემ შეხვდა დიდი იმედგაცრუებას თავისი ერის წინაშე, რომ მან აირჩია ებრაელად ყოფნა, მან აირჩია ღმერთის ერთან ყოფნა, მაგრამ ეს ღმერთის ერი ყოფილა ძალიან ცუდი ხალხი და ძალიან ცუდად იქცევიან და დიდი იმედგაცრუება ნახა მოსემ. და შემდეგ გარბის, იმიტომ რომ ფარაონმა გაიგო ეს ამბავი. ფარაონი მოსეს კი არ უპირებს იმის მოკლას იმის გამო, რომ ეგვიპტელი მოკლა. არა. ფარაონი უპირებს მოსეს მოკლას იმის გამო, რომ მოსემ აირჩია ებრაელად ყოფნა. და ესაა ზუსტად ფარაონმა ეს მიიღო როგორც ღალატად. რადგანაც მოსემ
უარყო თავის ეგვიპტური წარმომავლობა, უარყო თავის იდენტიფიცირება როგორც ეგვიპტე და უფლის წულად, მან უარყო ეს ყველაფერი და აირჩია ებრაელი მონების ერთად ყოფნა. და ეს ფარაონმა ვერ აიტანა და ამიტომ უნდა ფარაონს მოსეს მოკლა და ამიტომ მოსე გარბის მიდიამში. და აქ ისმის კითხვა, რატო გარბის მოსე მიდიამში? მაინდამაინც ვინ იყო ეს მიდიამი? მიდიამი, ჩემო კარგებო, ეს იყო აბრაამის ერთ-ერთი ძე. დიახ, აბრაამს ყავდა ისააკის გარდა კიდევ 6 ძე. 6 ძე სარას სიკვდილის შემდეგ მან კიდევ მოიყვანა ქეთურა თუ სწორად მახსოვს ქეთურა ერქვა მინ ცოლს. და ამიდან გაუჩნდა 6 შვილი და ერთ-ერთი მე-6 შვილი იყო კეტურა, ხო? და ერთ-ერთი მე-6 შვილი ეს იყო მიდიამი და წავიდა მოშე მიდიამში. მიდიამში თავის შთამომავლები, თავის მონათესავია მიდიამი თავისთავად და მიდის იქ, რომ იქნებ იქ პოვოს მოსემ ეს ყველაფერი. და ეს არის ზუსტად ის მომენტი, როდესაც ჩვენ გვასწავლის აქ ერთ დიდ გაკვეთილს. იმ გაკვეთილს, რომ მოსე ძალიან დიდი იმედგაცრუება შეხვდა მოსეს. და ამ იმედგაცრუება მიიყვანა ეს მიდიამის ქვეყანაში. როდესაც ჩვენ ვკითხულობთ მიდიამის ქვეყანაში მივიდა და დასახლა მოსე, ჩვენ არ უნდა წავიკითხოთ ესეთი რამე. უყურეთ როგორ აქა. მივიდა მიდიანის ქვეყანაში და ჩამოжდა ერთ ჭასთან. ქართულში არასწორად თარგმანია და ივრითულში წერია დასახლდა მოსე მიდიამის ქვეყანაში და მივიდა ერთ ჭასთან. რას ნიშნავს ჭასთან მისვლა? ამასაც კარგი იმარტავთ და მე უკვე გადავალთ იმ ტექსტზე, რომელზეც მთავარი ტექსტი იყო, რომელიც შეკითხვა დავსვით თავში. ეს ჭასთან მისვლა, ეს ებრაულ ტრადიციაში და საერთოდ აღმოსავლეთში ეს ნიშნავდა მას მოუნდა ცოლის მოყვანა. ჭასთან ხდებოდა ცოლის მოყვანა, რადგანაც ჭასთან დადიოდა ყოველთვის ასულები. მანდილოსნები და სულ მიდიოდნენ შემდეგ მამრები ჭასთან მიდიოდნენ და არჩევდნენ თავიანთვის მოსაწან საცოლეს, ვინც მას იყო. ასე შეიყვარა იაკობმა რახელი, ასე ნახა ელიაზარმა ისააკისათვის რებეკა და ასე იყო მოსეს, როდესაც მივიდა ჭასთან და დაინახა თავისი მომავალი ცოლი ციფორა, რომელიც მან დაიცვა შემდეგ და ესე და ასე შემდეგ. მაგრამ აქ არის მომენტი, რომ ჩვენ უბრალოდ უნდა გვახსოვდეს მეგობრებო, როდესაც ქართულში ვკითხულობთ, ყოველთვის უნდა გადავამოწმოთ სხვა ქართული თარგმანები. ძალიან ბევრი თარგმანი გვაქვს ჩვენ ქართული ბიბლიების, დაახლოებით 10 თარგმანი არის, თუ 12 თუ არ ვცდები. არა, სარკის პონჩი არა, ჭასთან დადიოდა ქალები, მანდილოსანი, ქალები დადიოდნენ ძირითადად ის ქალები, ვინც იყო გაუთხოვარი. გაუთხოვარი გოგოები მიდიოდნენ, ვინც გასათხოვ ასაკს აღწევდნენ, ისინი მიდიოდნენ და მოქუნდათ ჭიდან წყალი, გაუთხოვარ გოგოებს. გათხოვილი ქალები არ დადიოდნენ ჭასთან. ეს ასე რომ იცოდეთ. ხო, და ეს იყო აი როგორ გითხათ, იცი ჩვენ ქართულ ენაზე რო ვთქვათ, ცოტა ჟარგონი რო ვთქვათ რა, რუსული ჟარგონია ბირჟა. ბირჟა იყო რა, ხო და თბილისში არა ეგეთი ჭა? აი მე სანდრო. მე რა ვიცი ძმაო. ხო, ანუ ეს მომენტია და რას ვამბობდი, რომ მეგობრებო, როდესაც ბიბლიის ტექსტებს ვკითხულობ და ჩვენ გვინდა ბიბლიას სწორად გავიგოთ, მადლობა ღმერთს, ჩვენ ქართული ბევრი თარგმანი გვაქვს და ჩვენ შეგვიძლია ეს თარგმანები ერთმანეთთან შევადაროთ. არასდროს არ ვისარგებლოთ ერთი თარგმანი. თუ ცხოენა ვიცით ინგლისური, რუსული ხომთლად კარგი და თუ ივრითი საერთოდ გადასარევი და მაშინ თქვენ შეძლებთ ამ ტექსტის გაგება სწორად რა უნდა. იმიტომ რომ ყოველი თარგმანი ასე თუ ისე მიკერძოებულია და ავტორი შეიძლება საერთოდ არ ფიქრობდეს ამ მომენტში და უბრალოდ აიღო და თარგმნა ისე მას როგორც ესმოდა. და ავტორი შეიძლება სულ სხვა რამეს ამოგულისხმობდა ამ დროს. ამიტომ ესეც მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ გავითვალისწინოთ. მაშ ასე აქ ხვდებით, რომ მოსე უკვე
დასახდა მიდიამში, დასახდა თავის ისევე შთამომავალთან, ისევე აბრაამის შთამომავალ მიდიამთან. მოსემ ეს ყველაფერი იცის მიდიამიდან. მანდილოსნები, რავი, შეიძლება, არ ვიცი. გამორიცხული არა. ვერ გეტყვი. არის ლოგიკა არის თქვენს აზროვნებაში, გეთანხმებით. ხო და აქ უკვე ჩვენ ხედავთ, როდესაც უკვე მოსე მოიყვანა ცოლი, მას შეეძინა შვილი და შვილს დაარქვა გერშომი. გერშომი აი ესე ჩვენ უყურებ კითხულობთ. აქ ქართულში სწორი თარგმანია, მაგრამ კონტექსტი უნდა წავიკითხოთ ეს მომენტი, როდესაც ჩვენ დაუშვა ქალმა ძე, რომელსაც გერშომი დაარქვა მოსემ, რადგან თქვა, მწირი ვიყავი უცხო ქვეყანაში. მწირი ვიყავი უცხო ქვეყანაში, ეს ნიშნავს, რომ მოსე სად იყო, აი მწირი, ანუ ხიზანი. გერშომი თვითონ სიტყვა გერ ივრითულად ნიშნავს ხიზანს, ანუ ჩვენებულად რო ვთქვათ, ემიგრანტი. და სად იყო ეს ემიგრანტი, სად იყო ეს მწირი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მიდიამში იყო თუ ეგვიპტეში. რა თქმა უნდა, ეგვიპტეში, იმიტომ რომ მოსე ცხოვრობდა ეგვიპტეში და იქ წერია მწირი ვიყავიო. სანდრო წაშალე ეს დაბლოკეს ხო კაიჯი თუ ვიღაცა ხო ანუ მოსი აქ ამბობს რომ მწირი იყო მადლობა თამუნა მოსი აქ ამბობს რომ მწირი ის იყო ეგვიპტეში და არა მიდიამის ქვეყანაში ამიტომ უძახის ის თავის შვილს გერშომს ანუ თქვენ უნდა გესმოდეს ეს არის გვიხსნის მოსეს მდგომარეობას ეგვიპტიდან წამოსულს მოსემ იმდენი იმედგაცრუება ნახა თავისი ერის გამო, რომ თავისმა ერმა არ მიიღო, რადგანაც მოსემ ფასი გადაიხადა, დიდი ფასი გადაიხადა სხვადასხვა მან უფლისწულობაზე ვარი თქვა და დაუდგა ებრაელი ერს და მან გადაწყვიტა ებრაელად ყოფნა და ებრაელებმა არ მიიღო, ეს მათთვის იყო დიდი იმედგაცრუება და წამოვიდა და თავის შვილს არქვეს გერშომსო, თქვას რომ ეგვიპტეში მე მწირი ვიყავი, ხიზანი ვიყავი, არ იყო ის ჩემი ხალხი. არ არისო ის ებრაელები ჩემი ხალხიო. არამედ არის ეს მიდიამელები არიანო ჩემი ხალხიო და ეს არისო ისო ის თავმავალიო. ანუ ყოველგვარი ებრაელობასთან მოსემ კავშირი გაწყვეტა. ამიტომაც თავის შვილს წინადაცვეთას არ უკეთებს მოსე. პირველ ხო გიო მერე ვიტყვი რა მაგაზე როგორ მიხვდენ ხო და ესაა ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი რომ ჩვენ გავიგოთ მოსეს მდგომარეობა მოსე მთლიანად ვარს აცხადებს ებრაელობასთან იდენტიფიცირებაზე ებრაელად ყოფნაზე ვარს ამბობს მთლიანად თავის შვილსაც წინადაცვეთას არ უკეთებს და ამ დროს უკვე ხდება ის მომენტი რომ მოსე წემსავდა თავის სიმავრის ხვარს რომელიც აგრეთვე იყო მღვდელი ქურუმი და თქვენ იცით რომ მიდიამელები ეს იყო აბრაამის შვილი და ღმერთზე ასე თუ ისე ცოდნა ჰქონდათ გაგებული აბრაამიდან ჰქონდათ გაგებული რომ არსებობს ერთი ღმერთი და არსებობს ამ ღმერთს რაღაცა წესები და კანონები აქვს ეს არის ეს მომენტი როდესაც მიდიამელებმა რაღაცა წარმოდგენა აქვს ღმერთზე ეს რომ მიცოდეთ ამიტომაც მოსე ძალიან დიდ დაფასებას აძლევს აფასებს თავის იმავს ითროს როდესაც ჩვენ ვკითხოთ გამოსვლის მე-19 თავში როდესაც ითრომ მას რჩევა მიცა და მოსე მიიღო ეს რჩევა მესამე თავი ასე იწყება დავწყებსა და მოსე თავის სიმამრის მიდიანელი გვდირის ითროს ფარას წაასხა ერთხელ ცხვარი უდაბნოს იქი და მიადგა ღმერთის მთას ხორევს და გამოეცხადა მას უფლის ანგელოზი ცეცხლის აღში მაყლოვანის შუაგულიდან ხედავს ცეცხლმოდებულია მაყლოვანი მაგრამ არ იწვის მაყლის ბუჩქი და თქვა მოსე მივალ და ვნახო ამ დიდ სანახაობას რატომ არ იწვის მაყლოვანი იხილა უფალმა რომ მობრუნდა
მოსეს ანახავა და მოუწოდა მას. ღმერთმა მაყლოვანი შუაგულიდან მოსე უთხრა აქა ვარ. უთხრა მას უფალმა ნუ მოახლოვდე გაიხადე ფეხსამოსი ფეხტაგან რადგან ეს ადგილი რომელზეც გახარ წმინდა მიწა. და აქ არის ღმერთი ასწავლის მოსეს ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილს. გიო მაცალე ტექსტს ვკითხულობ, მე გავმარტავ მაგას, რასაც შენ მეკითხები. აქ არის ის გაკვეთილს, რომელსაც ღმერთი ასწავლის მოსეს, ასწავლის იმას, რომ მიუხედავად შენ რომ არ იდენტიფიცირებ. აქ ისეთი გაკვეთილს გვასწავლის ღმერთი, რომ მიუხედავად იმისა, რომ შენ მოსე უარყოფ შენ ერს, შენ ებრაელ ხალხს, შენ იმას, რადგანაც ისინი ცოდვილები არიან, რადგანაც ისინი არ იქცევიან ისე იმ სტანდარტები, რომელსაც შენ ითხოვ, ეს ხალხი მაინც ჩემი ერია, მაინც ჩემი შვილები არის. და რას ნიშნავს მაყლოვანი ბუჩქები? რატომ მაინც მაყლოვანის ბუჩქებიდან ეცხადება ღმერთი? ეცხადება იმიტომ, რომ მაყლოვანის ბუჩქი, ეკლიანი ბუჩქი, ეს არის ის ბუჩქი, რომელსაც ნაყოფები არ ქონდა, ის იწვის, მაგრამ არ იწვის. და ეს არის შედარებული ისრაელთან. იმ ცოდვილ ისრაელთან, რომელიც მიუხედავად თავისი ცოდვილობისა, მიუხედავად მათი გაუღმართებული აზროვნებისა, მიუხედავად მათი წარმართული წარმოდგენებისა, რომელმაც შეითვის ეს ეგვიპტური ეს ყველაფერი, ეს მონური აზროვნება, ეს წარმართული დამოკიდებულება, ეს რიტუალები, ათასგვარი სტერეოტიპები, ათასგვარი ცურწმენები, ყველაფერი მიუხედავად ამისა, მოსე შენ უარს ამობ ამ ერზე, ის ერი მაინც ჩემი ერია. და ამიტომაც ღმერთი ელაპარაკება ეუბნება, მე ვარ ღმერთი აბრაამისა, ისააკისა და იაკობისა. და ესაა ზუსტად ის მომენტი, როდესაც ღმერთი ეუბნება მოსეს, ეუბნება, რომ კი შენ ხარ აბრაამის შთამომავალი მიდიამელებთან, მაგრამ მე მათთან აღთქმა არ მაქვს. მე მაქვს აღთქმა ისააკთან, მე მაქვს აღთქმა იაკობთან და მე მაქვს აღთქმა შენთან და შენ შთამომავლებთან, რომლებიც არიან ეგვიპტეში. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რომელსაც ღმერთი ელაპარაკება მოსეს და ეუბნება, რომ ეს არის გაკვეთილი იმისა, რომ მოსეს გული განიკურნოს, გული იმ წყენისა, რომელსაც მოსეს ჰქონდა ებრაელი ერის მიმართ, ებრაელი ხალხის მიმართ. დღესაც ძალიან ბევრ ადამიანს აქვს ებრაელი ხალხის მიმართ ესეთი დამოკიდებულება. ზოგი ძალიან აფეთიშებს და ათაყვანებს, აყავს ეს ებრაელი ხალხი. არიქა, ეს არის ღმერთის ერი, წმინდა ერი, ზოგს კი საერთოდ ზულს ვერ იტანს, ვერაფერს ებრაელ ხალხს. ამბობს ესენი სიონისტები, აგერ თქვენ ნახეთ კომენტარი წაიკითხეთ, მაგინა აგერ ადამიანმა პირდაპირ ამომეტრიალა ყველაფერი. ეს ორი დამოკიდებულება ყოველთვის არსებობდა, შემოკარგებოდა. ეს არის უნდა ჩვენ გვესმოდეს, რომ არ შეიძლება ჩვენ ესეთი დამოკიდებულება გქონდეს რომელიღაცა ერის მიმართ და არ შეიძლება ჩვენ იმედები დავდოთ ადამიანებზე. აი ამ გაკვეთილს ასწავლის ღმერთი მოსეს, როდესაც ეუბნება ამ მომენტში. თქვენ და გესმოდით ეს რა მომენტია. ეს ის მომენტია, რომ ზუსტად ღმერთი იწყებს განკურნებას მოსეს წყენისაგან, რომელსაც მოსესაც წყენა ქონდა ებრაელების მიმართ, რომ მიუხედავად შენი წყენისა, მიუხედავად შენი შეიძლება სწორი განწყობისა და სწორი წყენისა ებრაელების მიმართ, ეს ხალხი მაინც ჩემი აღთქმის ნაწილია და შენ უნდა იყო ამ აღთქმის მონაწილე ხარ, რადგანაც შენც ამ ხალხიდან მოდიხარ. შენ არ მოდიხარ მიდიამელებიდან. და ეს არის ის მომენტი, როდესაც მოსე ამ დავალებას მოსე ხუჯერ ეუბნება ვარს, იმდენად დიდი წყენა ქონდა, ახლა მე ამ ტექსტს არ წავიკითხავ, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ეს სახში. ხუჯერ მოსე ეუბნება ვარს, მე მომავალ წელს როცა დაუბრუნდებით ამ თორის საკვირაო თავს,
იქ უკვე ვისაუბრებ მოსეს 5 უარის თქმა რაც ნიშნავს და რატო ეუბნება 5 უარს, ამას კიდევ სხვა ისა აქვს. ყოველთვის სხვა ისა აქვს, რა ქვია, სხვა განმარტება აქვს, იმ სხვა განმარტებაზე იმ წელს ვილაპარაკებ, როდესაც დაუბრუნდებით. ხო და აქ არის ის მომენტი, რომ მოსეს არ უნდა, მაგრამ მაინც წავა და აი როდესაც მიდის, აქ მოსე იჩენს იმას, რომ მოსე წინადაცვეთას არ უკეთებს თავის შვილს, გერშომს, რომელსაც უნდა გაუკეთოს წესით, რადგანაც მოსემ უკვე დაინახა, მიხვდა, რომ ეს ებრაელი ერი, ეს ერი, მისი ერი, ეს ღმერთის რჩეული ხალხია და ღმერთმა ისინი უნდა გამოიხსნას. მაგრამ მოსე იმდენად ნაწყენია კიდევ იმის ხელს, რომ ბოლომდე ვერ აპატია და თავის ძეს არ წინადაცვეთა არ გაუკეთა. და ამიტომ წაგიხსნით ტარგუმი იმ გაგებით, რომ ტარგუმი განგვიმარტავს, აი, წაგიკითხეთ უყურე, ახლა ეს მომენტს მივედით იმ მომენტამდე, ეს კონტექსტი, იმიტომ მოვყევი ეს დიდი კონტექსტი, რომ თქვენ წარმოდგენა გქონდეთ, რატო დაუპირა უფალმა მოსეს სიკვდილი აქ, რომ მიხვდეთ. აი, ტექსტში როგორ წერია? ისე მოხდა, რომ გზა ღამედ გასათევში შეხვდა მას უფალი და მოკლა დაუპირა. აიღო ციფორამ კაში, დაუცვითა ჩუჩა თავის ძეს, ფეხი დაუგდო მას და თქვა, სისხლის ნეფეხარ ჩემთვის და გაეცალა უფალი მოსეს. მაშინ თქვა ციფორამ, სისხლის ნეფეხარ წინადაცვეთის გამო. არც ციფორა მიუხედავად და არც გერშომი თავისი მოსეს შვილი არის თავიან თავს ართვდნენ ებრაელი ერის ნაცვლად. ისინი აღთქმის გარეშე იყვნენ და აღთქმის გარეშე ისინი ვერ შეუერთებოდნენ ებრაელ ერს. და ამის საპასუხისგებლობა შვილებზე პასუხისგებლობა რომელიც მოსეს ევალა, მოსემ არ აიღო საკუთარ თავზე. არ აიღო და ამაზე გვიხსნის ჩვენ ტექსტი, რომელიც მე წაგიკითხეთ, ეს არის ტარგუმი იონათან ბენ უზელის ტარგუმი, რომელიც გვეუბნება, რომ ციფორა ეუბნება ანგელოს, მოსეს უნდოდაო, მაგრამ ჩემმა მამამ არ მიცა უფლებაო. სიმამრი წავიდა წინააღმდეგ და მოსე არ წავიდა წინააღმდეგ სიმამრის წინააღმდეგ. და აქ განმარტებები გვაძლევენ ესმას, რატო არ წავიდა მოსე წინააღმდეგ? ანუ მოსემ არ გამოიჩინა სიმტკიცე თავის სიმამრთან, რომ წინა დაეცვთა თავის შვილზე, იმიტომ რომ მოსე იმდენად ნაწყენი იყო ებრაელ ხალხზე, რომ წინააღმდეგობა არ გაუწია სიმამრს და თქვა, ნუ კაი, რადგანაც შენ გინდა, კაი, აღარა გავცემ წინადაცვეთას არ გაუკეთებო და ამიტომაც უპირებდა და ეს იყო ღმერთმა ჩათვალა წმენის ნაკლებობად მოსესთვის. და ეს იყო თუნდაც მოსეს ის წმენის ნაკლებობა, რომელმაც უდიდესი გაკვეთილს ჩვენ ვსწავლობთ ახლა ამ გაკვეთილში არის ის, რომ ადამიანის წყენამ და იმედგაცრუებას მოაქვს წმენის ნაკლებობა. ხედავთ როგორ კავშირშია ეს ყველაფერი ერთმანეთთან. წმენის ნაკლებობის გამო ღმერთმა დააპირა მოსეს მოკლა. დააპირა იმ გაგებით, რომ თუ ადამიანს აქვს ნაკლები წმენა, ის ღმერთის საქმეს ვერ გააკეთებს. ამიტომაც ღმერთმა დაუპირა მოსეს მოკლა. და ციფორამ ეს გაიგო, ეს ყველაფერი, გაიგო, რომ ეს ასე იყო და ამიტომ ეგრევე შევიდა აღთქმაში მოსესთან, იმას ვქვია, შევიდა აღთქმაში, როცა წინა დაუცდა, რადგანაც ის მშობელი იყო, ციფორა მშობელი იყო, მას ჰქონდა სრული უფლება წინა დაეცვლა თავის შვილზე, იმიტომ რომ ებრაულ ტრადიციაში არის ესეთი მომენტი, რომ თუ მამა არ ყავს ცოცხალი, მას შეუძლია, ან მამა უძლურია და არ შეუძლია ამ მომენტში გააკეთოს ის წინა დაცვეთა ან რამე, მაშინ საკუთარ თავზე იღებს ქალი ამ იმას და წინა დაცვეთა გაუკეთა ციფორამ თავის შვილს გერშომს და გერშომი გახდა აღთქმის მონაწილე. ეს არის ის მომენტი, რომ წავიკითხეთ ჩვენ, რომ ზუსტად ის გვცოდნოდა, რომ რატო დაუპირა ღმერთმა მოსეს სიკვდილი. დაუპირა იმის გამო, რომ მოსეში წყენა ძალიან დიდი იყო და
ეს თორის საკვირაო თავი ჩვენ გვასწავლის, რომ მიუხედავად იმედგაცრუებისა, მიუხედავად საცოწარკვეთილებისა, ჩვენ არ უნდა მივცეთ, როგორ გითხრათ, საკუთარი თავი ჩავიგდოთ იმ საფრთხეში, წყენის გამო ჩვენ დავსუსტეთ რწმენაში და უფლის იმედის როგორ თქვა, რუსულად კარგად არ, მაგრამ ქართულად თარგმნი, ახლა რა სიტყვებს ვიძებ. ხო, ჩვენ თავზე მაღლა დავდგეთ რწმენით, ანუ ეს ნიშნავს, რომ ჩვენ სიამაყეს უნდა გადავაბიჯოთ, ეს მომენტია, ხო, ამის თქმა მინდა და აქედან იწყება ზუსტად მოსე, როდესაც დამდაბლა და ებრაელი კომენტატორები ამბობენ, რომ ამის შემდეგ უკვე მოსე იყო იმდენად თავდაბალი გახდა, რომ ბიბლია თავად ამბობს, რომ არავინ არ არის მოსეზე თავდაბალი პიროვნება. ამ მომენტიდან, რომ ღმერთმა მას მოსეს დაანახა ის, რომ შენმა წყენამ, შენ რო ახლა გვტები, ეს არის შენი წყენის ბრალი, შენი იმედგაცრუებების ბრალი, რომელსაც შენ არასწორ იმედებს ამყარებდი და არასწორად ამყარებდი. იმედი უნდა დადო ჩემზე, მიუხედავად შენი წარმოდგენებისა ებრაელ ხალხზე, მიუხედავად შენი წარმოდგენა ყველა მორწმუნე ხალხზე, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ცხოვრებაში მომენტები შეგვთვედრია, რომ აი რადგანაც მორწმუნე ადამიანია, ვერ წარმოგვედგინა, რომ ამ ადამიანს ასე რაღაცა შეეშალოს და ჩვენ ამ დროს იმედები გვიცვლდება და წყენა გვიორდება ამ ადამიანებზე. და ამ გაკვეთილს გვასწავლის ღმერთი, რომ უშეცდომო არავინ არა, მიუხედავად ამ დაცემისა, ამ ცუდი ქცევებისა ებრაელებისა, ის მაინც ჩემი ერია, რადგანაც აღთქმაში ვარ მასთან და მინდა წაგიკითხოთ 105 ფსალმუნი, ზუსტად აქა ეს გვეუბნება. მე-9 მუხლია. ნუ ტრადიციულ ახალ ბიბლიებში ასია და ძველებში მე მგონი 103 ფსალმუნია. ის არის უფალი ჩვენი ღმერთი, მთელი ქვეყნიერებაზეა მისი სამართალი. საუკუნოდ ახსოვს თავისი აღთქმა, სიტყვის ნაბრძანები 1000 თაობებისათვის, რომელიც შეკრება აბრაამთან, თავისი ფიცი ისააკთან, დაუდგინა იგი წესად იაკობს და სამუდამოდ აღთქმად ისრაელს. მიუხედავად მოსე შენი დამოკიდებულებისა ებრაელი ერის მიმართ, მიუხედავად ჩვენი დამოუკიდებლობისა ებრაელი ერის მიმართ, ისინი მაინც სამუკუნო აღთქმაში რჩებიან. და ამას ამბობს წმინდა წერილი, რაც არ უნდა ჩვენ ვიძახოთ, რომ ებრაელებმა ქრისტე გააკრენ ჯვარზე, ქრისტე არ მიიღენ, ის მაინც ღმერთის ერად რჩება იმის გამო, რომ არა თავიანთი ცოდვებიდან გამომდინარე, არამედ ისევ ღმერთის ნებიდან გამომდინარე და ღმერთის ნება და მოწოდება უცვლელია, როგორც ამას ამბობს პავლე მოციქული. უცვლელია ღმერთის ნიჭები და მოწოდება. მიუხედავად იმისა, ჩვენ გვიყვარს ებრაელები, არ გვიყვარს ებრაელები, ეს არსლებს იმ ფაქტს, რომ ის ღმერთის რჩეული ერია და აღთქმა აქვს ღმერთს მაგ ადამიანს, მაგ ხალხთან. და ეს არის ჩვენთვის გაკვეთილი, მიუხედავად ჩვენ მორწმუნე ადამიანებისა, რომლებიც ჩვენ გვაწყენინეს, ცუდი გაგვიკეთეს, ჩვენ არ უნდა ვთქვათ და ჩვენ წყენას არ უნდა მივცეთ ჩვენზე გამარჯვება, არამედ უნდა ვაპატიოთ და უნდა მივიღოთ ისინი, რომ ისინიც ღმერთთან ერთად დადიან და ღმერთთან არიან ისინიც. და ღმერთს ძალუց მათი გამოსწორება და მათი დახსნა. ეს არის ის, რაც მე დღეს მინდოდა მოკლედ მეთქვა თქვენთვის, მეგობრებო. გაკ, მეგობრებო, ბოდიში უბრალოდ რაღაცა აქ ქონდა გასაკეთებელი, ტექსტ ვეძებდი და ვერ ვიპოვე უციფრის ტექსტი, რომელიც მე მინდოდა, დამებოლოებია ეს ყველაფერი. აღარ მახსოვს უკვე, აი, ასაკი თავისაშობა. ხო და აქედან გამომდინარე, ისა რა ქვია, ეს დღევანდელი გაკვეთილი თუ გაქვთ ამასთან შეკითხვა, დამისვით და
თუ არა და მაშინ სხვა შეკითხვებს უპასუხებ. აბა ხო აბა გისმენთ ახლა რამოდენიმე კითხვას გავცემ პასუხს. სანდრო, ამ თემასთან დაკავშირებით, თუ მაინდა-მაინც ეგინდა რიცხვით 15, 32, 35? ჩემი კითხვა არაა და დასვეს. ესე იგი, ეს ებრაული ტექსტი რო წაიკითხო, ებრაული ტექსტი წერია, რომ ამ ადამიანმა შეგენებულად მან იცოდა შაბათისების დარღვევა არ შეიძლებოდა და მან შეგენებულად დაარღვია ეს ცნება და აქ შაბათისების დარღვევა კი არა, აქ ნიშნავს ღმერთის წინააღმდეგ წავიდა იქ ადამიანი და ამიტომ მოკვდა იქ ადამიანი. უშუალოდ შაბათისთვის არ წავიდა, იმიტომ რომ ღმერთი ეუბნება. ნახე? დაუთხა უფალმა მოსეს უცილებლად მოკვდეს ეს კაცი ქვები ჩაქოლეს მთელმა თემამ ბანაკს გარეთ. ანუ არ იცოდნენ როგორ მოქცეული იყვნენ და ღმერთს დაელოდნენ. ღმერთმა პირდაპირ უთხრა მოსეს იმის გამო რომ ამ ადამიანმა პირდაპირ დემონსტრაციულად წავიდა შაბათის დარღვევაზე, ეს აღიქმებოდა როგორც ღვთისგმობად. და ღვთისგმობა ეს უყოს სასიკვდილო ცოდვა იყო და ამიტომაც ხო რათა ამ ადამიანს არ ყოფილიყო მაგალითად სხვებსაც არ გაეკეთებინა. ხო თავისთავად ამას შეგენებულად წავიდა ამ ადამიანმა ღმერთის ნების წინააღმდეგ და ამიტომაც ეს იყო. და გიოს კითხვა მოსეზე და ელიაზე საიდან იცოდნენ? ნუ აქ ჩვენ ხვდებით რომ მოციქულებმა საიდან მიხვდნენ და არ ვიცი საიდან მიხვდეს იმას გითხრა. ფაქტია ესეთი რომ ებრაული ტრადიცია ასწავლის რომ მოსე და ელია არც ერთი არ მომკვდარა, არამედ ისინი ყველა ღმერთმა წაიყვანა და ამ ებრაული ტრადიციიდან გამომდინარე ებრაულ ტრადიციაში ბევრი მიდრაში არსებობს. რა ქვია აბა დაწერეგიო, ბევრი მიდრაში არსებობს იმის რომ ელია როგორ ეცხადებოდა და აბა გისმენ გიო რა პასუხი გაქვს? მე მგონი ადრე დამისი შენ მე მაგკითხვაზე. ეგ ახლა შენი ისა ფანტაზია, ანუ ელია ეტლით გამოეცხადა და მოსე 10 წნები დადგა. შეიძლება, ნუ ეგ შენი უკვე ფანტაზიის ნაყოფია. ფაქტია მე გეუბნები ის რომ უყურე რა მომენტია. აქ ჩვენ გვეუბნება ხო, აქ ჩვენ მიგვანიშნებს პეტრეს პასუხი. უყურე რა მომენტია. პეტრე, როდესაც ეუბნება არავი გაუშავლოთო. აქ ფაქტიურად მინიშნება არის რომ ეს იყო კარვობის დღესასწაული. კარვობის დღესასწაულზე ებრაელებში აქვს ესეთი ის არსებობს ტრადიცია. უშპიზიმი ქვია. უშპიზიმი არის ესეთი ტრადიცია ებრაული, მაშინ სხვადასხვა ფილმიცაა და გიჩვენებთ ნახოთ ეგ უშპიზიმი. კაი ფილმია, ებრაული ფილმია. და უშპიზიმი არის ებრაულ ტრადიციაში ნიშნავს სტუმარს, რომელიც მოდის კარვობის დღესასწაულზე და კარავში ბინადრობს შენთან. და ეს სტუმარი შეიძლება იყოს და ყოველთვის ამბობს ებრაული ტრადიცია, ეს არის ყოველთვის მოსე და ელია. ამას ებრაული ტრადიცია ამბობს. და აქედან გამომდინარე, როცა ჩვენ პეტრე ეუბნება კარავი გაუშალოთო, ერთი პეტრეს, ერთი მოსეს და ერთი ელიას და ერთი ჩვენს, იესოს აქ არის უბრალოდ კარვობის დღესასწაულის პრინციპი, ანუ კარვობის დღესასწაულზე მოხდა ეს. ნუ მე ეს ვარაუდია ტექსტიდან, ეს არ მიიღოთ რომ არ იქა ესაა სწორი პასუხი. უბრალოდ ეს ვარაუდია იმიდან გამომდინარე, რომ პეტრე როცა ეუბნება, ხო, სუკოთზე. სუკოთის დღესასწაულზე. და აქედან არის ვარაუდი რომ ვფიქრობ ჩვენ რომ სუკოთის დღესასწაული იყო და პეტრე და ელია და მოსე რო გამოეცხა და უშპიზიმი ეს ნიშნავს იმას რომ ეს ტრადიციიდან ასე მოდის და
ამიტომაც მათმა მიიღეს ეს როგორც მოსე და ელია. ეს ერთ-ერთი განმარტება, ეს არ არის აბსოლუტური 100%-იანი განმარტება და თაბორის მთაზე იყო, ხო, შენ მეკითხე, თაბორის მთა ეს გვიანდელი ტრადიცია, ქრისტიანული ტრადიცია. ხო, არ ვიცი, გიო, მე ხო გითხარი ახლა, რატო უნდა გამოცხადებოდა იესო ქრისტეს მოსე 10 მცნებით, როცა თვითონ 10 მცნება იესო ქრისტე იყო, სიტყვა განკაცებული. ხო, აქედანაც ხო შეიძლება ვილაპარაკოთ ეს მომენტი. კაი, ელიაზე შეიძლება დაგიჯერო ეტლი. მაგრამ იესოს აღარ უნდა და ის 10 მცნება. ცოტა არ ჯდება. გიგე? ხო, ნუ ლამაზი ვერსია, არ გეწინააღმდეგები. ხო, მაგრამ იქ წერია ღმერთ მოციქულებს საერთოდ არ ჭირდებოდა ეს გამოცხადება. ეს ღმერთის სიტყვა პირდაპირ აკონტროლებს, ასაც ეუბნება. ჩემზე უსმინეთო. შენი ვერსია სულიწმინდ, ხო, შენი ვერსია ტრადიციული ქრისტიანული ვერსია და იესოს რათ უნდა და იესოს უნდა და ორი მოწმე უნდა ყოფილიყო, მოსე და ელია. და დააკვირდი კიდევ ვინ მოციქულებმა დაინახა. არა, უყურე რა მომენტია. რატო სამი მოციქულმა დაინახა ეგა და არ დაინახა მაგალითად დანარჩენმა 9-მ? რატო აიყვანა იესო ქრისტემ პეტრე, იოანე, იაკობი? რატო ეს სამი მიყავს იესოს ყოველთვის ყველგან? აქ ბევრი კითხვებია. არა, მე არ ვამბობ სტორი ვერსია არაა გიო შენი. როგორც ერთ-ერთი ვერსია სულეთაც მისაღებია და სულეთაც მაკმაყოფილებს მე. ეგ არა პროვისა. არ ვეწინააღმდეგები შენს ვერსიას. ძალიან კარგია რომ ამდენი ვერსია არსებობს და ერთმანეთს თუ ავსებს, თლათ უკეთესი და თლათ კარგი. ამაზე კარგი არაფერი არაა. ხო, რა თქმა უნდა, იესო. ნუ ამას უკვე ჩვენ ვხედავთ ტექსტიდან და გამომდინარე. სხვათა შორის იობი, აი როდ მიდიამელები რო ვთქვით, აი ამ აქ პერიოდში ცხოვრობს იობი ზუსტად, აი როდესაც ებრაელები ეგვიპტეში ცხოვრობდნენ და აი ეს 400 წელი რო იყო, ამ 400 წლის პერიოდში ცხოვრობს იობი. ნუ ეს ერთ-ერთი ებრაული განმარტება ამბობს, რომ იობი იყო ზუსტად ამ მიდიამელებიდან იყო. წამოსული მიდიამედან იცოდა იობმა, რომ იყო არსებობდა ღმერთი. გამარჯობა, უკაცრავ თქვენ ებრაელი ბრძანდებით კი ვარ. ებრაელი ქრისტიანი ვარ. ხო და არის ესეთი განმარტებაც ებრაულ ტრადიციაში. ნუ ეს როგორც განმარტებაა და არა დოგმატო. სხვადასხვა თქვენ უნდა გესმოთ, რომ როდესაც იუდაიზმზე ვლაპარაკობთ, იუდაიზმში არის ძალიან ბევრი მოსაზრება, ძალიან ბევრი აზრია. ამიტომ მომწონს მე იუდაიზმით, რომ მაიქ აზროვნების ფართოებას მიესალმებიან ასასხვადასხვას და ამ ასასხვადასხვას მიესალმებიან იმის, რომ თუ ეს აზრი შენ ცხოვრებაში მუშაობს და შენ ცხოვრებაში დადებითად მოქმედებს, მაშინ ეს აზრი მისაღებია. ხო, ეგ არის, მაგრამ მე არ ვეთანხმები მაგ მიდრაში. როგორ არ არსებობს? პავლე მოციქული, პეტრე მოციქული, ყველა ებრაელები იყო. და იესო ქრისტეს მიმდევრები იყო. ეგ იომ-კიპურის დღესასწაულზე აკეთებს ხასიდიური ებრაელები, ეს ხასიდიზმის მიმდინარეობა იუდაიზმში. ყველა ხასიდი არ აკეთებს ამას, გარკვეული ხასიდური დაჯგუფება არის, უფრო ულტრაორთოდოქსები არიან. იომ-კიპური რას ნიშნავს? იომ-კიპური მოდის სიტყვა კაფარა. კაფარა გამოსყიდვის დღეს ეს ასეთი თარგმანია, მაგრამ სიტყვა თვითონ კაფარა ნიშნავს გადაფარვას, დაფარვას. და რადგანაც წელიწადში ერთხელ იომ-კიპურზე ხდებოდა ცოდვების
მთელი ისრაელის გადაფარვა, მიტევება. თორას ვკითხულობ, ახლა თორას ვასწავლი მეც. თორა წავიკითხე, მოშე რაბინუზე ვამბობდი, როგორ გამოიყვანა ჩვენი ერი მიცრაიმიდან. ქალბატონო, ამიტომ ნუ ჩქარობ დასკვნების გამოტანას. ხო და იომ კიპურზე, როდესაც ეს ხდებოდა, ეგენი ხომ იძახიან, რომ მაშიახის მოსვლამდე არ ქონდა უფლება ქვეყნის შექმნას ისრაელის. ხო, ეგენია ზუსტად, რომელიც ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოდიან, ულტრაორთოდოქსები არიან ეგენი. ძირითადად ცხოვრობენ ამერიკაში ნაწილი და ნაწილი ისრაელში ცხოვრობენ და სხვათა შორის ისრაელის სახელმწიფოს სულ მუდამ პრობლემებს უქმნიან ეგ ხალხი. სულ იმაშობიან. მაგრამ არიან ნორმალური ისა. ქალბატონო, მაშიხისტები გაიგიათ? ეს არიან ჩვენი მაშიხისტები. ივრითულად გითხრათ. მაშიხისტი ვარ მე, ხო. და ის რა ქვია, სულ პრობლემებს უქმნიან ისრაელის, მაგრამ ისრაელში არიან ნორმალური ხასიდური დაჯგუფებები, რომლებიც პროისრაელიანები, რომლებიც ჯარში წმიდიან ისრაელში, იცავენ ქვეყნებს. ეს ნორმალური ხალხია და ნორმალური ადეკვატური ხალხია. ძალიან ბევრი მეგობრები მყავს ეგეთები ხასიდები. მაგრამ არიან ისეთები ულტრაორთოდოქსებიც, რომ აი ხარედინებს უძახიან, მაგათ კიდევ ძალიან კონსერვატულები არიან და სულ ისრაელის მიერ ბოიკოტებს აკეთებენ. ისრაელში იმდენი ბოიკოტება და სხვათა შორის პალესტინასაც კი უჭერენ მხარს. ნუ ეს მათი სექტაა, ეგ მიმდინარეობა და ძალიან მცირე ჯგუფი არის და უმეტესობა ქრისტიანები, ვინც ისრაელის ძულს ამ ხალხის გამო, ეს ხალხები იქცევიან ძალიან არაზუსტად და არაადეკვატურად და გონიან, რომ მთელი ებრაელები ეგეთი, ეს ასე არაა. კი, ხასიდური ქვია მაგას, ხასიდური იგავები, მე ზურაბ კიკნაძე მაჩუკა იქ წიგნი თავისი ხელმოწერით. მე ვიცნობდი ზურაბ კიკნაძეს ძალიან ახლოს. და ძალიან ვმეგობრობდი მაგ ადამიანთან. ბოლო წლებში. კარგით, აბა მეგობრებო, დაგემშვიდობებით ახლა უკვე ჩემი წასვლის დროა, 1 საათი თითქმის უკვე ვიყავი. არაფერს ბატონო ზას ხო, მეგობრო, იესო ქრისტე ებრაელები რატომ ცემენ ბატონო. გიორგი სანაი, მეგობრო, იესო ქრისტეს ებრაელები რატომ არ ცემენ პატივს. ჩემო კარგო, ნორმალური ებრაელი, ვინც იცნობს იესო ქრისტეს, ყველა პატივს ცემს და მართალია ისინი უფლად მას არ აღიარებენ, მაგრამ ისინი ამბობენ, რომ იესო ქრისტე იყო ნამდვილი ებრაელი და თორის დამცველი. ეს არის ერთი კატეგორია ჯგუფი, რომელთანაც მე ვმუშაობ და რომელთანაც მე მაქვს დისკუსია და საუბარი. მაგრამ არის მეორე კატეგორია ებრაელების, რომლებმაც არასწორად გაიგეს ქრისტიანობა ისევ იმ არასწორი ქრისტიანების გამო. მაჰმედ განდის აქვს ესეთი საოცარი ნათქვამი, გამონათქვამი. მე მიყვარს ქრისტე, მაგრამ ვერ ვიტან ქრისტიანებს. და რა იგულისხმება ამაში? ოდიოზურმა და არასწორმა ქრისტიანებმა ებრაულ ერში ისეთი ცუდად წარმოაჩინეს ქრისტე, რომ ებრაელს ქრისტეს გაგონებაც აღარ უნდა. და ეს გააკეთეს ზუსტად იმ არასწორმა ქრისტიანებმა, რომლებიც ძალით აქრისტიანებდნენ ებრაელებს ესპანეთში. ესეთი რამე მოუწყოს, რომ ინკვიზიცია მოუწყოს, რომ დატოვე შენი ქონება, ან ქრისტიანი გახდი, ან დატოვე ესპანეთი. რა არჩევანი და გაეკეთებია? დატოვე. გიტლერი საერთოდ წვავდა. მერე კიდევ ინკვიზიცია მოუწყოს იმ ებრაელებს, ვინც მიიღო ქრისტიანობა. არიქა ღორის ხორცი უნდა ჭამო, არიქა შაბათი უნდა დაარღვიო. ეს არ ასწავლიდა იესო ქრისტე. არც ღორის ხორცის ჭამას, არც შაბათის დარღვევას. ეს ყველაფერი არასწორი წარმოჩინება იესო ქრისტესმა მოიყვანა იმამდე, რომ ებრაელს შეძულდა იესო ქრისტე. და ეს სამწუხაროა, შემოკარგო. არის ესეთი პიროვნება, მოძებნე
ნახავ ინტერნეტში არის მე ვთარგმნე ეს ტექსტი მე კი ავთარგმნე უბრალოდ ვათარგმნე ჩემს მეგობარს ვლადიმერ სოლოვიოვი არის ესეთი მე-19 საუკუნის უძლიერესი მართლმადიდებელი ფილოსოფოსი ხასუსო მართლმადიდებელი ფილოსოფოსი ძალიან ადეკვატური ფილოსოფოსი და მას აქვს დაწერილი ესეთი სტატია რატომ ისრაელი და იქ ეს პიროვნება აღწერს ყველა დეტალს რას უშობა რას აკეთებდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ყველაფერს აკეთებდა იმისათვის რომ ებრაელი შეძულებოდა ქრისტიანი და ამიტომ ახლა თქვენ რომ გიკვირთ ებრაელები რომ იესო ქრისტეს აუგათ იხსენებენ ეს იმის გამო იხსენებენ რომ თვითონ ქრისტიანებმა არაფერი არ გააკეთეს იმის გამო რომ ისასაც იესო ქრისტე ასწავლიდა ისე მოექცენ ებრაელს თქვენ რო იცოდეთ რასაც იესო ქრისტე ასწავლიდა რომ ისე მოექცეთ თქვენ ებრაელს ებრაელი ჩაგიხუტებს გულში მაგრამ არ იქცევით არ ვიქცეოდით აი მეც ვიგულისხმობ ჩემი თავი რომ შეურაცხყოფად არ მიიღო ზოგიერთებმა და არ ამოჭა რაღაცეები მარიამი იყო ებრაელი იუდეველი იყო ნახევრად იუდეველი ნახევრად ლევიტელი აბა მოციქულები ხო ჩაიხუტა ვინ არ ჩაიხუტა მოციქულები ვინ არ ჩაიხუტა მოციქულთა საქმეებში აბა ნახე შენ იაკობი რას წერს პავლე მოციქულს არ ჩაიხუტა კორუმპირებულმა სისტემამ რა თქმა უნდა გეთანხმები მაგრამ მოციქულთა საქმეებში თუ კითხულობ შენ მეგობარო ძალიან კარგი რაღაცა წერია როდესაც იაკობი ელაპარაკება პავლეს იაკობი ნახე რა შეუნება მათ კი ეს რომ მოისმინეს ადიდეს ღმერთი და უთხრეს ხედავ ძმაო რამდენი ათეულობით 1000 მორწმუნეა იუდეველთა შორის ყველანი ჯვრის მოშურნი არიან შენზე ამბობენ რომ მოსესგან განდგომას ასწავლიან წარმართებში ცხოვრები ყველა იუდეველსა და ამბობ რომ არ უნდა წინა დაიციტონ თავიანთი შვილები და არც წესჩვეულებები უნდა მიისდიონ რა ვქნათ ნამდვილად შეირყევა ხალხი შენს მოსვლის გამო რომ გაიგებენ ისე მოიქეცი როგორც ჩვენ გეტყვით და აქ პავლეს არიგებს იაკობი და უყურე მე რატო დაგიკითხეთ ხედავ ძმაო რამდენი 10,000-ობით აქ სიტყვა ბერძნული სიტყვა არის მირიადუს გამოყენებდა ეს მირიადუს ნიშნავს დაახლოებით 40,000-ზე 50,000-მდე და ისტორიკოსები ახსენენ რომ დაახლოებით ყოველი მესამე იერუსალიმში ქრისტიანი იყო ყოველი მესამე ასე რომ ებრაელებმა იესო არ მიიღეს ეს არის უნდა დააკონკრეტო ვინ არ მიიღო კორუმპირებულმა სისტემამ რომელსაც ეშინოდა თავისი ძალაუფლების დაკარგვა თორა ჩვეულებრივმა ხალხმა გულსხმელმა ხალხმა ყველა მიიღო და პირველი ეკლესია იქ იყო იერუსალიმში მერე ტაძრის იერუსალიმის ტაძრის მერე მოხდა და ისა გაყოფა და მერე მოხდა რომ უმეტესობა უკვე წარმართები მომრავლდა და ებრაელებმა ეს უკვე ისტორიულმა განაპირობა მაგრამ პირველი ეკლესია რომელსაც იაკობი ეუბნება პეტრეს ხო პირველი 3000 მეორე და ასე იზრდებოდა ასე რომ არ მიიღო ეს არის ძალიან რბილი ნათქვამია ეს ასე რომ ცოტა ისტორია უნდა გადახედო მეგობარო ისტორია არქეოლოგიური მონაცემები ისრაელში ქრისტიანული სინაგოგები იყო აშენებული არ მიიღო შემდეგ ძმა ისტორია წაიკითხე ისტორია უნდა წაიკითხო
თორა მეც ვკითხულობ, არსად არ წერია იესოზე, რასაც მართლმადიდებლები არ წერენ. რა თქმა უნდა არ წერია და ხო და ასეთ იესოს ისინი არ მიიღებენ, ეს ებრაელებისათვის უცხოა. მართლმადიდებლურმა ეკლესიამ და ზოგადად ტრადიციულმა ეკლესიებმა ბევრ ამაში პროტესტანტებიც იგულისხმება, კათოლიკებიც იგულისხმება, ისეთი იესო აჩვენეს, რომ ესეთი იესოს მე არ ვიცნობ ესეთი იესოს და არც მივიღებდი ესეთი იესოს. კარგით მეგობრებო, დაგემშვიდობებით. ახლა იმედია კარგი ეთერი იყო. ვეცდები ამ კვირის შუარიცხვებში ჩავწერო შაბათზე ვიდეო, იმიტომ რომ ღორის ხორცზე გავაკეთე მოკლე ვიდეო, 5 წუთიანი ვიდეო. ახლა შაბათზე უნდა გავაკეთო, რომელთა მე 14 თავი გამომარტო უნდა, იმიტომ რომ მან ორ ასპექტს ეხება პავლე მოციქული. შაბათის დაცვა და ჭამა რა არის დაშვებული და რა არის ჭამა დაშვებული, რა არის ჭამა დაშვებული და რა არ არის ჭამა დაშვებული, ჩვენ ამაზე უკვე ვილაპარაკეთ. და ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ ახლა პავლე მოციქული რომელთა მე-14 თავში შაბათის დაცვაზე ლაპარაკობს თუ მის არ დაცვაზე ლაპარაკობს. ამას გავაკეთებ დაახლოებით 5-6 წუთიანი ვიდეო იქნება და დაიდება მალე. ჯიჯი მიყვარხარ ძმაო, გაიხარე, მეც მიყვარხარ ჩემო მართლმადიდებელო გიორგი. გაიხარე გიო, მეც მიყვარხარ. აბა ხე მეგობრებო, გაკურთხოთ ყველამ და ხო გთხოვთ, ილოცოთ ჩვენზე, ილოცეთ რომ არხი განვითარდეს. და რა ვიცი, რომ სპონსორი მაინც გამოგვიშეს. აბა ხე